მოგესალმებით მეგობრებო, ამ წელში ვინაიდან პირველად ხვდებით, მინდა მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. ჩემს მსმენელებს, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით მოგესალმებით მაყურებელს და გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს თქვენი ოცნებების ახდენის რეალიზაციის წელი, რაც კარგი გაქვს ჩანაფიქრი, ყველაფერი 100%-ით აგისრულდეთ და შეგისრულდეთ შემოკარგებო. და მინდა აღნიშნო, რომ ჩემთან ვინც გააკეთებს 15 იანვრის ჩათვლით, მექნება ასეთი პირადი კონსულტაცია, ვინც და ჯავშნის ჩემთან, მექნება საჩუქარი თქვენთვის შემოკარგებო. ანუ ეს იქნება ნუმეროლოგიურად და ასევე ტაროს დახმარებით, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი და თქვენი პარტნიორის დაბადების წელი დამჭირდება, თვე და რიცხვი, რა თქმა უნდა, და იქნება ესეთი გაანგარიშება თქვენი ურთიერთობა რა ეტაპზე არის, შემდგომ როგორ განვითარდება და საბოლოოდ რა შედეგს გამოიღებს, ანუ როგორ იქნებით საბოლოო ჯამში, ანუ არის ურთიერთობა, რომელიც უკვე შემდგარია, ხო, მაგრამ მომავალში რა იქნება. და ასევე შესაძლებელია, ხო, თქვენ ცხოვრებაში იყოს მამაკაცი ან ქალბატონი, ვის მიმართაც გაქვთ რაღაც სიმპათიები, მაგრამ გეშინიათ ნაბიჯის გადადგმის ვინაიდან ცუდი გამოცდილება არის თქვენ ცხოვრებაში წარსული, ხო? თუნდაც არ იყოს ცუდი წარსული, გამოცდილება, შესაბამისად ჩვენ უკვე გვეცოდინება, რა შედეგს მივიღებთ ამ ურთიერთობიდან შემოკარგებო. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ასეთი მორიგი პატარა გაშლა, რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში უახლოეს მომავალში. ნახოთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში თქვენ ცხოვრებაში შემოკარგებო. მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში ბევრი თქვენთაგანი ახლა ვინც მიყურებთ, ეს არის ოჯახური იდილია. ბევრი თქვენთაგანს ოჯახში აქვს რაღაც გადასაწყვეტი, გარდამტეხი პერიოდი შესაძლებელი არის იყოს და ბევრთან ასე არის, რომ დაიწონას მდგომარეობაში ხართ, ან ასევე არის სიტუაცია, როდესაც ნახეთ ოჯახის შექმნას ფიქრობთ, მაგრამ გეშინიათ შედეგი რა დაიდება. და ამიტომ დაიწონის მდგომარეობაში ხართ. ნახოთ კიდევ რა შეიძლება. ესევ აიწონა ჩვენი დაიწონას. რატომღაც სიმძიმეში გერთულ, ანუ სიმძიმეში შემოდიხართ, იცით რა არის, ძალიან გეშინიათ ამ ნაბიჯის გადადგმის რაღაც შიშები გაქვთ, დამძიმებული ხართ, ძალიან დამძიმებული ხართ, შემოკარგებო, მაგრამ დამიჯერეთ, ეს არ არის ის, რაც ის სიახლეები, რაც მათ შეიძლება შეგაშინოთ და კიდევ დავკონკრეტდეთ რა შეიძლება იყოს. ჩემო საყვარლებო, ნახეთ, თქვენ ამოგივიდათ არკანი, რომელიც იწვევს ადამიანში მიჯაჭვულობას. გაქვთ შინაგანი ფსიქოლოგიური, ემოციური შიშები, მიჯაჭვულობა გაქვთ. ეს შესაძლებელი არის იყოს ბავშვთან ურთიერთობაც, ან შესაძლებელი არის, ვინაიდან ეს არის საჯარო გაშლა, შემოკარგებო, რომ ვინმეს გსურთ ბავშვი, ან ელოდებით ბავშვს და შიშები გაქვთ. მაგრამ კიდევ არის აქ ვარიანტი გასათვალისწინებელი, ვინაიდან არ ვართ ინდივიდუალურ გაშლაზე, ხო? შესაძლებელი არის ახლა ამ ეტაპზე გქონდეთ ურთიერთობა, რომელიც არის თავისუფალი ურთიერთობა, ან თქვენი მხრიდან, ან თქვენი პარტნიორის მხრიდან იყოს ძალიან სულელის არკანში მოქცევა ხვდებით, ხო? შესაბამისად ან ვერ აცნობიერებდეთ ან თქვენ ან თქვენი პარტნიორი ამ ურთიერთობის სიძლიერეს, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ საბოლოოდ გამარჯვებული გამოდიხართ ამ სიახლიდან, შემოკარგებო, თავს ძალიან ძლიერ ადამიანად, ქალად იგრძნობთ. შესაძლებელია რის შემოკარგებო, ბევრ თქვენთაგანთან სიახლე იყოს თუნდაც სამსახურთან დაკავშირებით, ცვლილება მოდის. ანუ ნახეთ, რამოდენიმე ვარიანტი ჩამოვთვალე, ხო? ცვლილება ნამდვილად შემოდის.
რამაც უნდა თქვენში გამოიწვიოს ტრანსფორმაცია, ურთიერთობის გადახალისება, თუნდაც სამსახურის შეცვლა, ახალის გამოჩენა, დამიჯერეთ შემოკარგებო, ამაზე ბევრი ფიქრი არ უნდა დახარჯოთ დრო ფიქრის, იმიტომ რომ ნამდვილად ის ძველი რაც იყო დაინგრევა, ჩამოიშლება, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ აი თქვენი კომფორტის ზონიდან არ გამოხვიდეთ, ხო? დამიჯერეთ შემოკარგებო, ეს ყველაფერი ნებისმიერ საკითხს, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ის მაინც თავის გზას იპოვის, თავის კალაპოტს მოძებნის და დამიჯერეთ, რომ ეს სიახლე ცვლილება აუცილებლად უნდა მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში და ტაროს რჩევა ვკითხოთ. თქვენ როგორ უნდა შეხვდეთ ამ ცვლილებებს? ძალიან ბედნიერი შემოკარგებო, ეს ცვლილებები, მოდი გეტყვით, თქვენ ძალიან დიდ თვითკმაყოფილებას მოგიტანთ, გამარჯვების შეგრძნებას მოგიტანთ და ასევე თუ სამსახურის შეეხება, ხო, რომელიმე თქვენთაგანთან გათამაშდება სამსახური, დამიჯერეთ სამსახური შესაძლებელია უფრო ცოტა შრომატევადიც იყოს იმასთან შედარებით, ვიდრე ახლა მე არა ფიზიკურს არ გულისხმობ, მაგრამ დამიჯერეთ ფინანსები უფრო მეტად შემოედინება თქვენ ცხოვრებაში, ეს ნამდვილად ასე იქნება. ეს იყო შემოკარგებო პატარა მორიგი გაშლა და შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციისთვის უნდა დამიკავშირდეთ 577 68 40 44-ზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას და ყოველივე საუკეთესო ყოფილიყოს თქვენ ცხოვრებაში. ნახვამდის.